გამოშვება სპორტის თემით ვაგრძელებთ. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ეგიდით ჩატარებული ტურნირი მინიფეხბურთში დასრულდა. ჩემპიონატის გამარჯვებული რუსთავის გუნდი გახდა. ოზურგეთის სპორტის სასახლეში მინიფეხბურთში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს თასი გათამაშდა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს ოზურგეთისა და რუსთავის გუნდები შეხვდნენ. დაძაბული ორთაბრძოლის შედეგად სპორტის სამინისტროს თასის გამარჯვებული რუსთავის მინიფეხბურთის გუნდი გახდა. დაძაბული ფინალი იყო, ასევე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ორგანიზებული ჩემპიონატი იყო, ყოფილი ფეხბურთელები დაკომპლექტებული, აქედან გამომდინარე, ძალიან დაძაბული თამაშები იყო და მადლობა მინდა მოუხადო ჩვენს უფროსობას, ჩვენს ხელმძღვანელობას. ტურნირმა ნამდვილად გაამართლა, იყო ძალიან დაძაბული ფინალი, რასაც ველოდებოდით, მაგრამ უფრო უკეთესი გამოვიდა. მინდა რომ მიიღოს ამან ყოველწლიური ჩემპიონატის სახე მიიღოს და უკვე მომავალში ნახოთ რა სახსრები როგორ იქნება, იმის მიხედვით გავზარდოთ სპორტსმენების რაოდენობა. ტურნირში სხვადასხვა რეგიონების 14 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებულ გუნდს მედლებთან ერთად 3000 ლარი გადაეცა.